გვაქვს მამული შვილებს ხმალი ვიყიდოთ მტერს რომ დაუხდეთ ისეთი ჯიბით უნდა მოვიდეს რომ ჩემს iPhone switch-ი მოვხდეთ ნატოც კარგია რუსიც კარგია გამოიცვალე 7 პარტია თუ გინდა კიდევ 7 გამოვიცვლი ეგ არის ნახტი დემოკრატია დაიძინე გაიღვიძე დავე და ბევრი წამე მე ერი დღე და ღამე ფიქრობს გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში გვეშველე ბარამე ერთხელ საქართველოში შანსი არ არის ერთხელ ფისო ბოტკოელი პირდაპირ ეთერში აფრინდა თუ სად დაეშვა კი გეტყოდით მაგრამ სატელევიზიო ცენზურა ამის უფლებას არ გვაძლევს ბატონაჯვები, ანუ თქვენ არა კონკრეტებთ რა უნდა გააკეთოს თქვენმა ოპონენტმა თქვენს გასამწარებლად. რას მეუბნები ხა შენ ჩემო ფისო რა ამის კარგი, დიდი მადლობა. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, მაგრამ ნუ გადართავთ სხვა არხზე. აზრი არ აქვს, იქაც რეკლამა გადის. ზარი სამიწამიეთერამდე 2 1 ეთერში ხარ. დაუბრუნდეთ მთავარ თემას, ტელევიზიებისთვის უნდა დაწესდეს თუ არა შეზღუდვები, რეკლამის ხანგრძლივობაზე. თქვენგან დავიწყოთ ბატონაჯვებე, გისმენთ, უნდა აეკრძალოს თუ არა ტელევიზია. ჩემო ფისო რომ ესეთი რაღაცა კარგი, დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. სამიწამიეთერამდე 2 1 ეთერში ხარ. ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ბატონაჯვებე, თქვენ რაღაცა საუბრობთ. ჩემო ფისო მე იმის თქმას ვაპირებდი ჩემო დიდი მადლობა. ახლა ჩემი პროდიუსერი მატყობინებს, რომ ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. სამიწამიეთერამდე 2 1 ეთერში ხარ. ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ბატონაჯვებე, გთხოვთ ასრულოთ ეს საუბარი. ჩემო საყვარელო ფისო მე მინდა რომ თქვა რომ აი ეს ბოდიში ბატონაჯვებე გაწყვეტინებთ, ახლა ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ნუ გადართავთ. ვერ გავიგე კაცო, ბოლო მათქმევინეთ 1-2 სიტყვა, რა დაგემართათ რა? რა ვქნა ბატონო, რეკლამაში ფულს იხდიან, რეკლამა არ გაუშვა ტელევიზიაში? მე მათქმევინე ერთი და მე თვითონ გავიგედებ მაგ რეკლამას რა. მოხოდის მაინტერესებს ესეთი ნაწირლები, ესეთი ტუტუცები როგორ ცხოვრობენ აი ამ ნამუსის სინდისით. სად არის კაცო? აგერ, აჰა, უნივერსალ ვაიტი, ჩემო ძვირფასებო, უნივერსალ ვაიტი, რეცხავს ყველაფერს, ნამუსაც და სინდისაც კი, უნივერსალ ვაიტი, დაგეხმარებათ რომ სულთა ნამუსით და სინდისით იცხოვროთ. ჯან. ასი არა? კი ბატონო, აი მეც მაქვს. თუ კი ხვის თვალში ბედს დამჩნევთ, ხოლო საკუთარში დილესაც კი ვერა, ნუ დახონდებით და ნუ დაემსგავსებით ბატონჯვებეს. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. დღეში 3-ჯერ ჩაიწვეთეთ Optalmax HD და შეხედეთ სამყაროს ადეკვატურ ფერებში. Optalmax. შენი დედა ხშირად გაიგონებ თვითფასო ტელემაყურებლებო ამ სიტყვებს ბატონი კოკას მისამართით და ვინც გადაწყვიტა ამ სიტყვების რეალობაში მოყვანა, ძალიან გთხოვთ გამოიყენოთ კონდომ 32, კონდომ 32, კონდომ. ასი არა? ოჯახში ხშირი კონფლიქტები გაქვთ? დაიღალეთ ყოველთვი ახალი იატაკის ჯოხის ყიდვით? შეიძინეთ GFF-ის ახალი უდრეკი იატაკის ჯოხები და გადააქციეთ თქვენი ცხოვრება ფერად-ფერებში. GFF for you. აი მე ხედავ არც კი გაღონულა აი ძმა მაძიება მელენ ისევ ისეთია აი მე ესე თქვენ ჯანმრთელობა საფრთხე მუქრება? დაცვის სამსახური კატენიჩო, ყოველთვის და ყველგან დაგიცავთ. დაცვა! კატენაჩო. ბოლო ვიპუსკი პორშე არმენას და მერაბას ისე მოეწონათ, კერვა დაუწყეს. უში, მერჰაბ. ისე ხო არ მოვიქცეთ ჩვენ შავ თარს დღეს რო ვიქცევით ხოლმე, ჰა? არა რა, აღარ შემეძლია, სიცხს ვეღარ ჩავაბარე. ვერა ხედავ და გამათრის გაგორების ტრაქიც აღარ არის რა. თაბლო მეხვევა. სულში თაბლო გეხმავა კი არა, ვისაც შეფეხება თუ նա შენი ტაოტიანი ბანძი სისხლიე. აი და ტელეფონი და გეტყვი ახლა მე რასაც გეუბნები. აჰა, დავაი, ჰა. აი და რა. ალო გენაცვალე გამარჯობა. ხო, შაურმის გამოძახება გვინდა ჩვენ მე და მერჰავას.
ხო, ისა, ოღონ გეხვეწები რა გენაცვალე. ის ხლუჩენია გამეკეთე, ერთს არ გავუკეთო პამიდორი მე არ მიყვარს შაურმაში. ხო, ცალკე პარკში 1-2 კილო აიღე, ჩადე და გამოატანე რა. ხო და მეორეში მე ვიცით გაუქენი. ხარმე, ციცაკა ხო იცი, მე არ მიყვარს, კუჭეთ გივა. კარგით გელოდებით. სულში ხალეავა რა გინდა? შენი რა მიდის ციცაკა უფასო აიღე რა ჭამე რა. უფასო ციცაკა? კაია. აი ტელეფონი. ო თარსი გადამეთქი რა. დუშაშ თუბეშ მინა გიგე. სამი გადათარსიკა. აი ეგრე რა. ახეს მინარი რა ვერ გაიგე. აი მოგიგე ისე. ვახეს რა. აი შაურმა მოვიდა, აი კატრას რა. კარგია. შაურმა თქვენ გამოიძახეთ, ხო ბიჭო? არა, ამან გამოიძახე, მე უბრალოდ მინდა. ისმენ გენაცვალე. 10 ლარია თქვენ. 20 ლარიანის ხურდა არა გაქვს, მე არა მაქვს ხურდა. ოიცა რა 20 ლარიანის ხურდა, აქეთ უნდა უნცეთ 10 ლარი. არა გენაცვალე ვერ გამიგეშინა. 10 ლარი ხო ჯდება ესა? ხო და ვერ ახედავ შენ მატორს ვაფშე ხმა არა აქვს. 20 ლარი დაამატე ამათ ლარს. ხო და გაგიკეთებ. ხვალე მოხვალ წაიყვან მანქანას დასტასკას აი ესე გააკეთებ. ოქროს ხელები აქვს, დაუჯერე, მაგარი ხელი აქვს მაგას. თუშას როგორ აღორებ, ძი მარცხენა ხელით მაგრამ. მანქანა დატოვე გაიარე შენ. კაი დავტოვე და დილით მოვალ მაშინ. მოდი გენაცვალე ჩვენ აქ ავარც. აი აბა. ესეც ასე რა. სულში 20 ლარი გავაკეთე დღესე. რა გინდა? მაგარი ხარ რა, ძალიან ტრაკია ხარ ვერიდა რა, მაგრამ მოიფიქრე. ეგრა კიდე რა ტრაკობა, ეხლა განახებ ტრაკობას. მაითა მეორე ნომერი შენა. ჩარტე მეორე ნომერი ეხლა, მაიცა კლიენტი მომდა. ჩარტე მეორე ნომერი. მაითა? აჰა. აჰა. მეორე სიმი და უკვე რეკას პირველი კლიენტი. ალო. შაურმა გამოძახებით გისმენთ გენაცვალე. აჰა. გიყომში? 2 ცალი. 2 საათში მოვა რა. ხო. კარგი გენაცვალე. რა 2 საათში ბიჭო რა უთხარი? რა უნდა ბიჭო დიღმამდე 2 საათი რატო უნდა იყოს? მე ვინ გითხრა რომ უნდა? სულში ეხლა კარგად მომისმინე შენა რა. საწახვედი კაცო. მაითა რა მოუთმენელი ხარ? აი ეხლა ეს აიღე. მანქანას ზემოდან დაადე და გზაში ეხლა შაურმას რო წაიღებ. 1-2 საათი იტაქსავე, კიდე ფული გააკეთო იქნება. მე რა ხედავ მე 20 ლარი გავაკეთე, კაპი კი არ გაიგეთები. ეს უკვე მესამეჯერ ტრაკი გააკეთე შენ, მაგარი ხარ, მაგრამ მოიფიქრე. სულში შენ არტურჩიკი მოვიდა X6-ით. კრისტინკა მოიყვანა რა. ვა მოვიდა. აჰა მოვიდა. Великому таксисту привет. მოვედი. მოდი გენაცვალე. რაკენ ივაჭრე ცოტა. ხო, ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი. Привет, ბობა. ყველაფერი 5-ზე მოხდა, ისიც გავაკეთე, მაგრამ ცოტა რაღაც გამოფიტული ვარ რა. ცოტა მომშივდა აი. სულში მეც მომშივდა, ხო იცი ყვა ჰაერმა მომაშია რა. ბიჭო. შაურმა ხوار გამოვიცახოთ მე. გაიაზრია. დანიშნა. გაითვალისწინეთ, თუ კი ეკაძაბანაძე თქვენი თანდასწრებით დააცემინებს, არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ სტოდიში, თორემ მაშინვე პროცენტებს დაგაწერთ. არა გოგორა სექსი გაგიშტი? ვის რა უნდა მივცე? აჰა. კარგი კოცნი, დაგირეკავ. ხვალამდე. ოიდე, გეხვეწებით. ძალიან თოთ მიშველეთ რა. გადამარჩინეთ. მომკლავს. აუცილებლად მომკლავს. დამშვიდით, დამზადეთ თუ შეიძლება. დაცვა, დაკეტეთ კარები გარედან. დაკეტეთ. დამშვიდით, კარები დაკეტილია. ვერაფერს ვერ გიზავ. დაწმართით. რა ხდება ხომ მშვიდობა? რა მშვიდობა? დაგეხმარებით, აბა ჩვენ აქლისთვის ვარ. აი მე, კარგი. დავწერით ყველაფერი კარგად არის. აი თუ შეიძლება წყალი ინებდე. უკაცრავად და რა შეასაქმე რომ მომიყვეთ? მე მაგის მევალე ვარ და შარშან გამოვარდი ფული 2000 ლარი ვესესხე. ყოველთვის დედასპიცა ვარ, ყოველთვის ხვდით ხოლმე 20% ვაძებდი 2000 ლარი მქონდა ნასესხები და ბოლოს ახლა ვეღარ გადავიხადეთ, მომზდებს, გადატენა ავტომატი და მომზდებს. აუცილებლად მოკლავო. იმდეს გესურია რომ ჯართად გადაგაქცევო, იმდენ თქვენ მოხვდებაო. დამშვიდით, დაწმარდით თუ შეიძლება. იცით რა მაინტერესებს? ანუ თქვენ მას უბრალოდ ფული არ მიეცით? ვეღარ გადავიხადე. და მან არაფერი არ გააკეთა, ან უბრალოდ მოკლით აგიმუქრათ? ხო, მოკლით და. როგორ დღეში არ წაგიყვანა და არ დააბა თქვენი ცოლი? ეგეთი რამე არ ვქნი. და მაიცა, ანუ მან არც მანქანა გაგიყიდეთ და არც ბინა? არა, ეგეთი რამე სწავლი პირდაპირ. კი, მაგრამ არც სახში მოვიდა თქვენთან და ერგედეს ლიმონკა არ შემოგიგდო? არა, მოდი მაგას ვერ დავაბარ, პირდაპირ დამპირდა რომ აუცილებლად სადაც გნახავ მოკლავ და ეხა მოუძდებდა. ანუ უბრალოდ მოკლით აგემუქრათ? ხო. შორენა გაიგზო ეს ქვეყანა არაპროფესიონალებით. რა თქვით ახლა? არაფერი. ანუ თქვენ რომ მას ფული გადაუხადოთ და ვალი გაისტონოთ, გადარჩებით? კი, აბა. შესანიშნავია. ჩვენ ზუსტად თქვენთვის გვაქვს შესანიშნავი წინადადება. აიღეთ თუ შეიძლება ავტოკალამი?
მაშ ასე დავიწყოთ. აი თქვენ უნდა მოვაწოდოთ ხელი. აი, დიახ. კი, მაგრამ ეს რა არის, რა უბედურებაა ეს, ეს რაღაცა, კაცო. ერთი წამი დამშვიდით, ეს არის დამატებით 160 ლარი, რომელიც თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ ხო წყალი მიირთვით? ძალები აღიდგინეთ, ეს კი უფასო არ არის. არ გით რა ძალები გოგონა მიშველეთ. შენ გარკვია? გამარკვიეთ რეებს მიწერს ეს გოგო არ ვერ გავიგე რაღაც წყალიდან. სად არის? დავინახე რომ არ შემოვარდა. აქავარ, აი აქავარ. ახლა ხო გამოგიჭიდი არა? ამას რომ ყველაფერს გეტყვი. გეხოცები მიშველე რა გადამარჩინე გთხოვ რა. რა გიშველო ფული მომეცი დროზე. კი, ფულს მოგცე პროცენტებსაც იმ 2000 კიდე 2000 დავამატე, ოღონდ შუტე ბანკიდან გამიყვანე გეხოცები გთხოვ რა, ძალიან გთხოვ. შუტე ბანკიდან? ხო, შუტე ბანკიდან. შუშკან დამიტეხ. არ გაინძრე. არა, არ გაინძრე. შუტე ბანკი თქვენი წარმატება ჩვენი აპოთეოზია. აპოთეოზია. არ გაინძრე. ერთი წამით, ანახეთ თქვენი კალაშნიკოვი. არა უჯერა. თქვენ გაქვთ ძველი მოდელი კალაშნიკოვის. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ან შემოთავაზება. პასესელი გაუშვი, დადე ბასტა. დადე, არ გაინძრე, სრაბა. სრაბა, შესანიშნავი შემოთავაზება. ახალი M16 და ისრაელკა უზი. არც დაინტერესად. აი ხომ ხედავ. რა კაი კლიენტი გქონდა. ამ გოთვერანმა კი წაიყვანა. გვერდზე სოფლის სიმინდის ყანებში უცნაური ფიგურები იპოვეს. როდესაც გამგებელი აფრინდა და ზემოდან გადმოიხედა, წარწერა სიმინდის ყანებში მზედ გადააკეთეს. ისე ბიჭო ის საჯიც რა მაგარი იყო რა აი. მაგრამ იმ საჯაც მოუ ჯერ ხო სამი კაცი გაუგდო. მე კიდე ორი გოლი ზემოდან მიაყოლა მაგათ კარში რა. იც ბოლო მაკრატელა რო დაარტყა ესე? მაგარი შეასრულა ზმაო რა. მართლა მაგარი იყო, რაც მართლა. მაგარი იყო რა, კარგად დინამიკურად გამოვიდა, დინამიკურად თამაშა. მაინც რა ასაბობე ბიჭო, როდის ჩამოვიტანთო, აბა იმ ცხვარსა და 20-ანსაო, ჰა? ო, ეგრევე თამაში რომ მორჩა, აი გასახდელში მითხრა რომ ეგრევე საღამოს მოვალ და მოვიტანთო. ისე მაგიდე დავატიდე ბიჭო. ჩვენ როცა გვიგო. აი რა უნდა გვიქნა, მაგარი გადარჩენილები არა ვართ ეხლა. ბიუჯეტში ძმაო, ფული აღარა გვაქვს, გარღვე ვაგვაქვს. როცა გოგო რა უნდა ჩაგვეტანა, არა, ხო მოვიგეთ ბიჭო. მოვიგეთ და რაღაც ნერვიულო, არ მინას მანერვიულო კაცო. ო, მოდი აქა ბიჭო. იბრაგიმოვი. აი ეგრე ძმაო, როგორც იტყვია, მატჩის გმირი მოიდაო, აი და ჩამაარტყი ბიჭო ხელი რა, იყო თო და ჯანი და ატანე. ენაცვალეში. რო აიყო, აი ეგრე ძმაო, შენ კი დაგენაცვლე, მაგრამ ისაჯე ძმაო, რა მაგარი გოლები გაიტანე, გენაცვალე, აი იბრაგიმოვიჩი კაცია, კაცი. იბრაგიმოვიჩი კი არა, ძმაო, მესია ესა, მესი, აი. მაშა მაიცა ტრისტანის მამამის მართლა იბრაგიმი ქვია, მაგიტომაც ვეზარი, რა მესი კაცი. რა მნიშვნელობაა, კაცო, თუ გინდა როლანდო იყო. დაჯექი აქა შენა. დაჯე ძმაო, არ მოგერიდოი. ეხლა დღესა ძმაო, ჩამაიტარბენინებს ეხა ქვემო სოფლის გამგებელი ცხვარსა, 20-ანსა. კაი პორმარელი გაიშლება. იქათ ამადა მე ვიქნები, შენ კიდე ჩემი მოადგილე იქნები, მაშა? არა ბიჭებო, არ ამცალია, ჩემსას მივიღებ და წავალა რა. რა საო ბიჭო, რა უნდა მიიღო შენი კაცო? ესე რომ იმ საჯი და ორი გოლი გავიტანე რა, იქაც რასაც დამპირდა უნდა მივიღო, გეყურება? ვინ კაცი რასაც დაკვირდა ბიჭო, შენ ალაუთ ხო არა ხარ, ჰა? რო რა კაცო? რას დაკვირდა? 20-ანსა და 2 ცხვარსა, მა? 2-საო? ო, დღეს უნდა მაიტანოთ, ეგრე არ გამოვა. თუ არა და იმასაც ვიტყვი რომ იმაკრატელა შემთხვევით არ გამიტანე, გაიგე? ჰო, მაიცა შენ. შენ დაპირდი ამას, ჰა? რა უხელა იღა ტრისტანი და სოფლის იმიჯე თავმოყვარეობაზე ხო უნდა მე მოხმედა რა? თავმოყვარეობა იმიც განახმე შენა წაუტელიკა ენა. დადი ხო? მოგიტანთ. შენი. რა თიცი ხომე ყველაფრის გაბუჭება, ჰა? ეხლა ხელში უნდა მომივიდა ყველაფერი უნდა დამწინოს იმითასაც ხო მოვიგეთ არა? აი გივიას დასაცინი რო გამხადე არა? მაგაი არ გაპატიებ. დადი ეხლა საქმეს მიხედი ტრაქტორსაში მაზუთიანო შენა, ჰა? სასტუმრო კალიფორნიას საყრდენ კედელში ზურაბია ჩაყოლებული და შველას ითხოვს. ის ერთადერთი ბინადარია, რომლისაც კალიფორნიის კლიენტებს არ უშუნა. ამომივიდა ყველაფერი უკვე ხელში რა. გამიშვი ამ სასტუმროა, თორე მოკლავ, გესწრი ლაზრიტის და ტვაიკიშკი ბაინტერიერუშას. მაიცა, ჩემი მოკლა შეიძლება მე თუ მოკლავ, აქედან ვეღარ გახო. მაინც არ მიშვე და მოკლავ თუ არ მოკლავ, რა ნიშნა მოკლავ და ისე გავალ. მაიცა, არ მესროლო, შეინახე. ტყუები დათვები შეიძლება სახში ამოგივიდნენ ოთახში. მართლა? სხვათა შორის არა? დათვებთან უფრო შეიძლება ურთიერთობის დამყარება ვიდრე შენაირ იდიოტთან. მაინც ერთი წამი. რა არ მოგწონს? არაფერი. და რა დაგაკიარი? ყველაფერი საერთოდ. აბა არაფერია. კაცო, ეხლა იცი რას გეუბნები, რას გეტყვი მე შენ? მე გეუბნები არაფერი, ნუ მაბრე საერთოდ, თორე არ აგაცილებ იცოდე. მაინც ერთი წამი. რა არის ეს ველორები ხო არა ვართ? როგორც ორ ცივილიზებულ ადამიანს ეკადრება ისე ვილაპარაკოთ.
კი ბატონო, ვილაპარაკოთ. დავიწყო. რა გინდა შედედა სასტუმროს გამო კლავ? სასტუმროს გამო არ კლავ, ჩემი ბედნიერების გამო კლავ. მაიცა და შენი ბედნიერება ჩემ ბედურებაზე გინდა აკო. ეს შენა აწყე, შენი საკუთარი ბედნიერება ჩემ ბედურებაზე 3 წელია უკვე გიძლებ. არა გაცილებ იცოდე რა. მაიცა. დადექი არ გაიწრე. ვაიმე რა გავაკეთე? ვაიმე რა მქენი? კაცი მომკალი. ვაიმე ეხლა დამამატიბრებენ და ვაიმე ციხეში აგაწლებს არ ვიცი რა გავაკეთო. მომინდო მამა ციხე და გაიცხოვრება. ციხეში თუ წახვალ სასტუმროში ხო აღარ იქნება. ცოცხალი ხარ? შენ ეთყობა კიდევ ვერაფერს ვერ ხვდები. ეს ვხვდები? რას და მე არასოდეს არ ყოფილვარ ცოცხალი სუნკვდარი ვიყავი. მე ვარ ამ სასტუმროს აჩდილი და შენ ხარ ამ სასტუმროს ტყვე. საიდან მოიტანა ეს თუ? ისე ერთხელაც ვიღაცამ თავში რომ ხიოს მერე რა მოქნა. ერთხელ სიძემ ქალბატონ ციცოს ისეთი სიურპრიზი გაუკეთა, რომ 5 ოთახიანი ბინა გააყიდინა და 1 ოთახიანი აქირავებინა. და თავისი ერთადერთი შვილი ინგა საბერძნეთში გაუშვა სამუშაოდ. აქედან დასკვნა. სიტყვა სიურპრიზი არასწორად ვიხმარე. ციცი გამომართი დალი რა. ნახე ერთ რაღაცას ხოლმე წამლავს. კარგი კაცო, რა იცი ხოლმე, რას გწამლა? მადლობა. აუ, ეს მინარი რა, სად არის? მადლობა. დიდი მადლობა. Спасибо, дорогие мои. Спасибо. Если ничего не говорит, спокойно. Кай, момец. Спасибо. Радга, как витендес. Радга, как витенда. ციცი 4 შაბათი რა დაგემართა რა. ციცი შენ ნუ ნერვიულობ. შენთვის დღეს ნერვიულობა არ შეიძლება. გევი იყოს ცოცხალის კი უზავდა თავისას. და ისაც უზავდა, ვისისაც გასაკეთებელი იყო, იმას არ უშვებოდა. ამას რა უნდა უკნოს გოგო? ой, მე რა ვიცი. Ну იცი ხოლმე რა. Господи, спасибо. Ой, კარგი რა დავიღალე უკვე რა. ой, боженьки. აუ ცოტა ხანი დაჟექი რა, გიგო თავი ამატკია დილიდან სიმრა დღეში ვარ რა. მოგიშველებათ ხა. აუ იცი ნებუშე ხა ხვაზე ხარ ინგულას რამხელა გამოცდილება აქ შეჭიმა. შენ არიცი თურქეთიდან დაიწყო და გავიდა კიპრზე და რაღაცა ზიზავს იშოვის ვინმე მოხუცავა რა ზიზავს. ღმერთსაც კარგი უნდა თავისთვის. ბიჭო, ღმერთს კი უნდა კარგი, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ ძმაო, ჩვენ, ჰა? რა არის ცხოვრება, жизнь. გუშინ შევედი სკაიპში ნახე, სმაილი ქონა გამოგზავნა. აუ დენგუშ დამიჭირე ერთ წამს რა ვიღაც რეკავს. სიაც. ალო. აი. ო ინგულა. ო, მართლა? Что мартла? აუ რა გასო რა. Говори, Дмитрий, что? რა. დარეკა კიპრიდან რა. ახალი მოხუცია მაგდეო, ნუკრი ექიმი კლინიკას სუფთა კათეტერის წამყვანი სპეციალისტია. ხოლო ცაცა კი მისი ექთანი გახლავთ. ნუკრი ექიმს ძალიან უნდა ცაცას გათანგვა, მაგრამ არ შეუძლია, იმიტომ რომ ცაცა კლინიკის მფლობელის გერია. მე ნუკრი ექიმა. მოდით ნუკრი ექიმა. რა არის ეს? იცი, რა ხდება? დაჯექი, საცა, დაჯექი, რა არის, რა ხდება? გული მაქვს ცუდად. გული გაქვს ცუდად? უნდა გამსინჯათ.
ჩემ გულისცემას უნდა მოусმინოთ. ვაიმე, ცაცა ძალიან თქო არ შემიძლია გეხოცები წადის სხვას გაესი. ცაცა არ შემიძლია გეხოცები წადის სხვას გაესი. არა შეგიძლიათ. ვაიმე, ცაცა არ შემიძლია. იცოდეთ, გული წამივა და მე ხელოვნური სუნთქვის ჩატარება მოგიწევთ. არა, ცაცა რა ხელოვნური სუნთქვა? იცით, მოიცადე რა ხელოვნური სუნთქვა? ხო არ გაგიჟდი, ცაცა. ნახე რა წყალიც არ მოდის, რა ხელოვნური სუნთქვა? ცაცა, ხო იცი რომ მე ისეთი ბედი მაქვს, რომ ზუსტად მაგ დროს შემოვა ჩვენი მთავარი ექიმი. ანუ შენი მამობილი და მე გამაგდებ სამსახურიდან, ცაცა არ შემიძლია, ძალიან გთხოვ, არ შემიძლია, ცაცა რა. ნუ კრიექიმო. თქვენ ვალდებული ხართ ყველა პაციენტი გასიჯოთ და ნუ გავიწყდებათ რომ ჰიპოკრატეს ფიცი გაქვთ დადებული. ვაიმე, ცაცა რა გავაკეთო, ცაცა კი. მართალი ხარ, მაქვს ჰიპოკრატეს ფიცი დადებული, მაგრამ სამაგეროთ მამა შენთან ხომ მაქვს დაგინებული რომ არ შემიძლია ხელი შეგეხო, ცაცა რა ვქნა? დაგინებული მაქვს, ცაცა რა ვქნა? სუდათ ვარ, ნუ კრიექიმო. სუდათ ვარ. ვაიმე, მე სუდათ ვარ, ცაცა, მე სუდათ ვარ, ორივე სუდათ ვარ. ვაიმე, მე სუდათ ვარ. ვაიმე. მე სუდათ ვარ. ვაიმე, დადაკეთ. აი ეს. ჯანდაბა. მოდი გოზე გავჩიჯე, ცაცა. კი. მოდი დაესამეწეროს. დაესამეწეროს მოდი, ცაცა. ცაცა დაგტოვე. ცაცა დაგტოვე, ცაცა. მარჩობ. ცაცა დაგტოვე, ცაცა. და რატომ? ოხ, კაცად. გამზალით. როგორ შეშოვეთ? ასე კი თქვენ მითხარით მე დიაგნოსტიკა ცაცა და გავამბობთ რომ ეს მომენტი და პირველად ორი თვით იყო და მომენტი და ხუთზე იყო შემოწმებული. იყო შეიძლება მოხსენოს თორად ლაპარაკობ. მე რაფერ ვერ გავაკეთე, მაგრამ მომენტი მეორეჯერ გამეორებით მითხარით მოდით თო. გადავდეთ დახურსაც დაჟღბაზეს იყო ლაპარაკი როდესაც მე მithkomeda თქვენ გავაკეთეთ მე ზოგადად ხო ცაცა. ვერაფერი ვერ გავიგე თუ შეიძლება. მოკლედ მაგ მე ვიყავი ბოსტონში როდესაც თქვენ მითხარით რომ მოდით გაკეთოთ ეს წადი და მე პირველად იქით გავაკეთე შემოვიდა ყველანაირი ყველაფერი იყო გამოდიოდა მაგრამ არაფერს არ იყო თითო. ასე რომ გავაკეთე. მოიცე ერთი წუთი. ოჰო, გასაგებია, მოიცადე. გასაგებია თქვენ ლოგოპედი გჭირდებათ 204 კაბინეტში აბზანდი ჩამოგარგო. ერთი წუთი და გეხოცები რაღაცას მე მაიმუნები ხა ძალიან თქო ბევრი საქმე მაგ არცალია რა. კაია? კარგია, როცა წვალობ და ვერაფერს ვერ იგებ, გეკითხები. ბოდიში. აი? შეიძლება ამბიცინით რა ვიცი. რა არის ეს? აი ეს რეცეპტი მე რო გამოგიწერე ჩემო კარგო, ანუ ჩემი დაწერილი რეცეპტი. მერე? შენი დაწერილი რეცეპტი არა. ხო და როგორც გამომიწერე და მე ვწვალობდი, აი ესე გელაპარაკები ეხა. ბოდიში გასაგებია. გამოვასწორებ. სანჩიკა და გუგა სათევზაოდ დინამიტით წავიდნენ და დაიჭირეს. ოღონდ თევზი არა, სანჩიკა და გუგა. აზე ხანთან დასუძიდან რა თქვა რომ ჩემში უსო იმენა მაგანო თითი რო დააკაროს ჩემზე ბიჭო ჩემზე იმენა პატრულში და კაროჩე გავსროყაო რა ისე თითი დააკარა შენც ეხა ხო ბიჭო თითი გაქვს თითები ეგ არის ჩემი დედა ყველა პონჩი ამაზე გაჭედა ხო შეიძლება არც თითი ხო უნდა ქონდეს თუ ორით რო გაკლიე თუ რაც არის რა იტოქში არა გაქვს ისე როგორც ყველას რა უეჭველი ეგარი ბიჭო მოვა რა გნახავ რა გნახავ რა დარჩი რა კაცია ავიკეთე სიმო თითები ოპერაცია გაიკეთე და რას მეუნები ბიჭო ეხლა რა შენ 10 თითი გა არ მაგ შეგონია აი ეს ეცე ეს აი ეს რა რა არის ბიჭო თითებია კენტაუსპირა ფოთოლია საქართველო მალე გაფრთხილდება შეისხავს არწივის ფრთებს საზე თეთრი მტრედი აფრინდება სიყვარულს მოგვიტანს ბებს ღმერთი მოფეს სინათლეს ეს დღე მალე ინათებს საქართველო გახდეს ფლიანი ჩვენი გულების სიხარულით აენქება ყველა ქართველის ოცნება სრულდება ჩვენი გულების სიხარულით აენქება გვიხაროთ ეს მალე მალე საქართველო გაფრთხილდება განზე არასდროს გამდგარა სამშობლოს დასაცავად დამდგარა ქართველი მებრძოლად დაბადებული სამშობლოსათვის თავდა
გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაბრიალოთ თაბარი დროშით გადავიაროთ ავწიოთ მაღლა ავაბრიალოთ ერთიანობის ფრიანობის აღდგენის დღე მალე მოვა ეს ნანადრი დღე სამშობლოს სიყვარული ჩვენი გულით გეს ჩვენ მიწიდან უგუვაგდებ გავახცებ მტერს სამშობლოს სიყვარული ჩვენი გულით გეს ჩვენ მიწიდან უგუვაგდებ